წინა სერიებში. მინდა რომ იმის მიზანი გითხრათ, თუ რის გამოც მოგიწვიეთ აქ. მინდა რომ დაჯგუფება შევქმნო. რომის მიზანი იქნება რომ galaktika ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას. რადგან ისეთი რაღაცები მოქვს გამოიყენა, რომ არ დაუშვებს ხოზად დაათქმის იგივე ბუდულება როგორც მე. ინფინიტისგან გავიგე რომ შენი აზრით სუნიანი და მახინჯია. არა ძმაო, როგორი აზრი? გენა არ მაქვს რაზე ლაპარაკო. აი ამან თქვა. საკმარისია! თუ მართლა ეს ძალიან გინდათ ერთმანეთის ცემა, შემიძლია აქედან ექსპრესში ჭუბის ტურნირი შევქმნა. მანამდე კი თუ ერთმანეთს ზედმეტად შეეხებით, აქედან ეგრევე გაგაძევით. რა მოხდება შემდეგ? გაიგებთ ამ სერიაში. ეს არის პლანეტა იურატის სამაუწყებლო გადაცემის სპეციალური გამოშვება. უცნაური არსებები არ საიდან გამოჩნდნენ. ისინი როგორც ჩანს უმისამართო და გეგმის გარეშე არბევენ ქალაქებს. ათასობით მკვდარი და 10,000-ობით დაშავებულია. ჩვენი თავდაცვა უძური არის მათ წინააღმდეგ. ამ ქმნილებებზე არაფერი არ არის ცნობილი. საიდან გაჩნდნენ, ან რა უნდათ, ჯერ კიდევ ანომალიურია. თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ისინი შეიძლება სხვაგან ზომილებებიდან იყვნენ გადმოსული. ამჟამად სიტუაცია უარესდება და საბოლოოდ კითხვა იგივე რჩება. გადაურჩება თუ არა პლანეტა იურატი ამ ტრაგედიას. ნუ თუ არ დაიღალე მაგ უაძრობების ყურებით ბედა. რაღაცას ვუყურებდი, ხო? ხო, რაღაც ალბომებს უნდა ზუსტად შენაერებისთვის აკეთებენ. მართლა? და მაგაში რას გულისხმობ? მე როგორი ვარ? მარტივი. პერსლიკინები მის კვალობაზე, ვისაც საკუთარი სიცოცხლის ენერგიის კონტროლი არც კი შეუძლია. არა, სერიოზულად. თავს იურატელს ისახი? კაი, მაგაში არ შეგიდოვები. მაგრამ სულ არ მჭირდება ეგ სიცოცხლის ენერგია. რომ შენ მოგიგო. მაშინ სულ გაგიჟებულ ხარ. დაჯან დაბახტები. ბედა აქ დარჩი. შევამოწმე რა მოხდა. აგული გარდა. მონათები მისია. არ არსებობს. მოწორი დაგო. ჩანდაბა არ მაწყენე მაგაზე ეკეთება მეც რომ შემეძლოს. დაიცა რა დროს ეგ არის რა. ეს ვინ ჩაიდინა? X, აქ მომხედე, მაგაზე მნიშვნელოვანი საქმეების გვაქვს. მიდი რამე გააკეთე რა. ხომოდებში ხო ერკვევენ. მაშინ რა გავაკეთე? ეგრეს არ არის, ის დავუკავშირე. გამაგდე X! იტა არ გამიშვა. ბეტა
ეს რა ხმა იყო? ოსტატოპი, ნუ თუ ეს თქვენ ხართ. ოსტატოპი, იხარია რომ კარგი. როგორ პედალ შენ აქ თავის გამოჩენას? რიხო, კმაყოფილი ხარ შენი საქსიელით. არც მე ვიცი ყველაფერი როგორ მოხდა. სანამ მისიაზე ასული იყავი, ნაგამ გამოიწვიას ყველაფერი. ნაგა რომ თავის როზე მოგვეშორებინა, ახლა მშვიდად ვიქნებოდით. მაგრამ არა, შენი ხავი წინააღმდეგი ნაგას მოშორების. აცნობიერებ მაინც რამდენი სიცოცხლე შეიწირა შენმა ეგოისტობამ. რამე მოხდა? ოსტატოპი, ეგრე არსება. იქს მომისმინე, დაივიწყე ყველაფერი რაც გითხარი. გაიქეცი აქედან, უკან მოხიდვის გარეშე. ეს ჩემი ბოლო ბრძანებაა, როგორც შენი ოსტატი. არა. ოსტატოპი. ჯანდაბა, ისევ იგივე კოშმარი ვნახე. დღემდე არ მოსვენებს წარსულში მომხდარი ამბები. თუმცა ვაღიარებ. იმ დროის მიმართ დიდ ნოსტალგიას განვიცდი. ყველაფერი უბრალოდ ბევრად მარტივი იყო. ჯანდაბა, უკვე ზროა? დროა საქმე შეუდგე. ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რას უშვება იქსი ამ საჭმელს. მესამე დღეა აქ ვარ და უკვე ხოთზე მოვედი. დიდი ალბათობით იქსი ამ საჭმელს რაღაც დანამაც უშვება. ნეღადავებით, მაგას რა გაჭმევთ? არც ისეთი ჭკვიანი ყოფილა ექსი, თუ გონია რომ მაგის საჭმელს შევჯამ იმის მე, რაც გუშინ გააკეთა. მოიცა ესკა, გუში რატო არ წახვედი, შანსი ხო გქონდა? ნუ მე ჩემი მიზეზები მაქვს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი გუგუ. შენო სიტყვით არ გამოსულიყავი, არ ვიცი რა მოხდებოდა. არაფერია იქს. უბრალოდ საჭირო ჩავთვალე, რომ რამე უნდა მეთქვა. თუმცა შენგან გუშინ ბრაზი კი არა, უფრო შიში იგრძნობოდა. მართალი ხარ გუგუ, მეშინოდა. მეშინოდა რომ ამდენი შრომა და ამაკის წყალში შემოყრებოდა ჩემი იმპულსების გამო. მოიცა იქს და ბრძოლის ტურნირზე რო ამბობდი? ეგ უბრალოდ გაცხელებ გუგუზე წამოვსა. შეთხოვეთ არც მითქვია რა. კაი იქს რა. ეგ რაღაცას ნუიტყვი. შენს კარგად იცი რომ мотиваცია გჭირდება გასაზრდელებლად. დაწუნებულები ხართ? შეიძლება რამე დაგიშალეთ. დამიჯერე დარწმუნებულები ვართ. და იქს, გუში რა ზალა გამოიყენე, ეგ რა იყო? ეს? როგორ ახსნა? ეს ჩემი ერთგვარი სიცოცხლის ენერგიაა. ის ყველა სოციალ არსებას გააჩნია. თქვენი ჩათვლით რა თქმა უნდა. თუმცა მე იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნები, ვისაც ამ ენერგიის გააზრება და მანიპულაცია შეუძლია. და იქს, შენ როგორ ისწავლე მაგ ზალის კონტროლი? თუ ეგ ენერგია ყველა სოციალ არსებას აქვს? ესე იგი მაგის სწავლა ჩვენ შეგვიძლია, ხო? ნუ თუ ეს მართლა ის არის სიცოცხლის ენერგია. სმენია რომ ამ ძალის გამოგვიწების საუკეთესო მეთოდი ემოციური სტრესის ქვეშ ყოფნაა.
ეს არსება მართლა მოგვს ახლა. ახლა ოსტატიპი დაამარცხა. ლარი ვარ? არა. არ გავიქცევი. ის უნდა გავაკეთო, რაც საჭიროა. X მაინც არ მიჯერებდა ხის თავიანობას აწვევია რა. კარგი, შენ გაიმარჯვე. საკმარისად დავასუსტე. მოკალი ის ნაბიჯვარი. ვამბობდით. ყველა თქვენგანი, რომელიც ამ ხომალდზე იმყოფება, დიდი პოტენციალით გამოირჩევით. სწორედ მაგიტომ შეგარჩიეთ სპეციალურად თქვენ. ნუ მოკლედ, ჯერ მაგაზე ფიქრით ნუ შეიცოხებთ წავს. მანამდე ბევრი საქმე გასაკეთებელი. X პრიზი რა იქნება? იცი, მაგაზე ბევრი არ მიფიქრია. ადამიანები რო ყოფილიყავით, გულიან რამე ეგეთი მატერიალური იქნებოდა. მაგრამ მოდი ასე იყოს. ამ ტურნირის გამარჯვებას პირადად მე გავსვისმი. ამას გამოაცხადე როგორც მის ლიდერად, ბელადად, ალფად, რაც კი ერთის არ აქვს, მაგრამ მანამდე მინდა რომ თქვენი მაქსიმუმი ჩადოთ ამ ტურნირში. საქმე შეუძლია. ეს შემართება უკვე მომწონს. გონი ამენი ხმის მერე. საქმე ზიუს უკეთესობის გეწამია. და იქ ცხოველების ხომალდი წინსვლას აგრძელებს. ამ ტურნირის გამო ბევრი ახალი მეგობრობა და დაპირისპირება ჩამოყალიბდება. რა იქნება შემდეგ? გაიგებთ შემდეგ სერიაში. თუ ყველა მართლა მკვდარია. და ოსტატები მართლაც მეუბნებოდა. ნეტავსად არის ახლა ბედა. იმედია კარგად არის. ან ზედი. იმედია სადმე უცებ მკვდარი. არა. ცხოველ ხონდაც ის არა. გემოდარები ხონდაც ის არა. იქნება ოსტატები მართალს მეუბნებოდა. მანე დაიურად ის ჩემი სამშობლოს დაცემის მიზეზი. მე ვარ? ხო, მაგრამ ამ არსებებისა ყოფნა ნაგაზრდილი, ხო? ესე იგი ნაგა ყველაფერში თამაშობ. მე არაფერ შუაში ვარ. მაგრამ მე მოვიყვანე ნაგა. მე შევიპარე ის. ესე იგი ეს ყველაფერი
ჩემი ბრალია. ამ მომენტში დავიფიცე, რომ ჩემთან ცხოვრებას იმას მიუძღვნიდი, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორებულიყო.